ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, სადაც ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი რუსთავი ემზადება დღეს საღამოს კონცერტის ჩასატარებლად, რომელიც გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ლოტბარისა და ანსამბლ რუსთავის დამაარსებლის ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ინიციატივით იმართება და პირდაპირ ეთერში გვერდებიან ანსამბლ რუსთავის დირექტორი ია მაკაცარია და ანსამბლ რუსთავის სამხატვრო ხელმძღვანელი ჩვენი მიშო ჯავახიშვილი. მოგესალმებით. სალამი. გამარჯობა. მოგესალმებით, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. პირველ რიგში გითხარით, როგორ მიმდინარეობს ამზადისი დღევანდელი საღამოსთვის. ახლა უკან კადრში ვხედავთ, მე მგონი რეპეტიციას გადიხართ, ხო? მშვიდობისა, მოგესალმებით. დიახ, ახლა ვიმყოფებით ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, სადაც მიმდინარეობს რეპეტიცია. ვემზადებით დღევანდელი საღამოსთვის. საღამოს 8 საათზე გაიმართება ანსამბლ რუსთავის კონცერტი ბათუმში და გენერალური რეპეტიცია სწორედ ახლა თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ამ პროცესს. დღეს საღამო ეძღვნება, დღევანდელი კონცერტი ეძღვნება ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის იუბილეს და ბათუმი ელოდება ამ კონცერტს, რადგან ბატონი ანზორ ერქომაიშვილი ბათუმში დაიბადა, ის 6 წელი ბათუმში ცხოვრობდა და მისი ციტატას თუ მოვიყვანთ, ქვეყნიერება შეიცნო ბათუმიდან და სწორედ აი ესეთი სენტიმენტალური მგზნობიარე კონცერტი იგეგმება დღეს საღამოს, რომლის რეპეტიციასაც თქვენ ადევნებთ თვალს. შეიძლება გითხარი პროგრამაზე ორი სიტყვით, როგორ შეირჩა პროგრამა და რას იხილავს დღეს მაყურებელი? მოგესალმებით, რომ ანსამბლი რუსთავი არის გამორჩეული შემადგენლობით, განსაკუთრებით ამ თაობაში და რეპერტუარს რაც შეეხება, რეპერტუარი არის თავიდან ბოლომდე რუსთავისეული, არის ის კლასიკური და აკადემიური რეპერტუარი, რომელიც წარმოდგენილი იყო ანსამბლ რუსთავში ყოველთვის დაარსების დღიდან დღემდე. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ აი ამ უმთავრეს ნაწილს, რასაც ქვია რუსთავის რეპერტუარის წარმოჩენა. აქ განსაკუთრებული ცვლილებები ამ ეტაპზე არ არის, უბრალოდ არის ახალი თაობა, ახალი შემსრულებლები, მომღერლები, რომლებიც იმ სიმღერებს, რომელსაც ღეროდნენ რამინ მიქაბერიძე, ჰამლეტ გონაშვილი, ბონდო გუგავა, ანზორ ერქომაიშვილი, ტარიელ ონაშვილი და სხვა დიდი შემსრულებლები დღეს ამ თაობაში გვინდა წარმოვადგინოთ. ამიტომ ანსამბლი რუსთავი ინარჩუნებს იმ გზას, რომელიც ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა და ბატონმა ფრიდონ სულაბერიძემ თავის დროზე წამოიწყეს, უმაღლეს მწვერვალზე აიყვანეს საშემსრულებლო ნაწილში, როგორც სიმღერის, ასევე ცეკვის მიმართულებით ქართული ხალხური სიმღერა და ქორეოგრაფია და დღეს ეს ყველაფერი უკვე ახალ თაობაში გრძელდება. მიშო, ერთი შეკითხვა მაქვს ბათუმის არჩევანთან დაკავშირებით. მართალია ანზორ ერქომაიშვილის სახელი რა თქმა უნდა თელ საქართველოს ეკუთვნის, მაგრამ აი სწორედ ბათუმით რატო იწყება ეს ყველაფერი და საიუბილეო თარიღის აღნიშვნა, რატომ გაკეთდა აქცენტი ბათუმზე? დარწმუნებულია შემდეგ სხვა რეგიონებსაც მოიცავთ. ჩვენ ეს ასე ვთქვათ ტური, რომელსაც დავაკვირთ ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის სადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო 10 აგვისტოს ბატონი ანზორ ერქომაიშვილის დაბადების დღეს. ხოლო დღეს უკვე ეს არის მეორე კონცერტი და ჩვენ უკვე ბათუმში ვატარებთ. რაც შეეხება შემდეგ კონცერტებს, ახლა იას ვთხოვ, რომ გვითხრას და დაანონსოს. შემდეგ კონცერტები გაიმართება კონცერტებზე მინდოდა დიახ. სექტემბერს რუსთავში, ქალაქ რუსთავში, ესეც ჩვენთვის ძალიან მშობლიური ქალაქია, ანსამბლი რუსთავი. სწორედ ანსამბლი ქალაქ რუსთავში დაფუძნდა, შესაბამისად გავაკეთეთ ესეთი ტრიადა, ოზურგეთი, ბათუმი, რუსთავი და შემდგომ გავაგრძელებთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. თუმცა წლის ბოლოს იგეგმება უკვე კონცერტი თბილისში და ამისთვისაც განსაკუთრებულად ვემზადებით, მონატრებული მაყურებელი გველოდება თბილისშიც. აი ზუსტად ამასთან დაკავშირებით ვექნება შეკითხვა, როდის უნდა ველოდოთ თბილისში კონცერტია? ჩვენ ვემზადებით, რომ დეკემბრის თვეში ორდღიანი სოლო კონცერტი ფაქტიურად გავმართოთ რუსთავის აი ამ შემადგენლობით. მოგეხსენებათ, რომ ანსამბლ რუსთავს გარკვეული პერიოდი
ჰქონდა მცირე წყვეტა. ასევე იყო სირთულეები ბატონი ანზორ ერქომაიშვილის გარეშე დარჩა ანსამბლი და იყო ეს სირთულეები, მაგრამ ახლა ჩვენ უკვე მზად ვართ იმისთვის, რომ წლის ბოლოს დეკემბერში ანსამბლმა რუსთავმა სრული პროგრამით, ცეკვით, ქართული ხალხური სიმღერით, ასევე ინსტრუმენტული ნაწილით გაერთიანებული შემადგენლობით, გაერთიანებული პროგრამა წარმოადგინოს და რა თქმა უნდა ეს ცოტა ხანში გახდება ცნობილი თუ სად გაიმართება ეს კონცერტი, რა ფორმით, რა ფორმატში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით, რომ მაყურებელი ელოდება ანსამბლ რუსთავს, მაყურებელს და მსმენელს ძალიან უყვარს ანსამბლი რუსთავი და რუსთავი ენატრება. ამიტომ ჩვენ ამ მონატრებას აუცილებლად დეკემბერში დავუკმაყოფილებთ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, იმიტომ რომ რუსთავი კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აგრძელებს ისტორიულ გზას ქართული ხალხური სიმღერის და ტრადიციული ცეკვის, ასევე ინსტრუმენტული მიმართულებით მუსიკალური ნაწილის იმ გზას, რომელიც დაიწყო ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა. ძალიან დიდი მადლობა მიშო, დიდი მადლობა ქალბატონიას. კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ დღეს 25 სექტემბერს 20 საათზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გელოდებათ არაჩვეულებრივი სანახაობა ნამდვილი ზეიმი ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის და ანსამბლ რუსთავის სოლო კონცერტი. ამით შეგვიძლია დავემშვიდობოთ. დავემშვიდობოთ დღევანდელი მაგრამ დროებით